კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაარსებიდან 11 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს სამსახურის უფროსმა, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სუსის განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ არაერთი საფრთხე აიცილა. მაღალი პროფესიონალიზმისთვის გამორჩეული გუნდის დამსახურებაზე საუბრა უწყების ხელმძღვანელმა გეკა გელაძის თქმით, სწორი პოლიტიკისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგად ბოლო წლებში შიდა და გარე დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. სუსის ხელმძღვანელმა თანამშრომლები უწყებრივი მედლებით და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს დაღუპულ ოფიცერთა ხსოვნას. ქვეყნის სუვერენიტეტის გარე ზეწოლის მუდმივი რისკი. გამოვლენილ საფრთხეებზე რეაგირებას არ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის პირველი 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აჯამებს. უწყების ცნობით, რეგისტრირებული დანაშაულის თითქმის 73% უკვე გახსნილია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 7%-იანი მატებას აჩვენებს. სტატისტიკის მიხედვით, მნიშვნელოვნად იკლო მძიმე დანაშაულის რიცხვმაც. ყაჩაღობის ფაქტები 27%-ით, ხოლო ბინის ქურდობები 28%-ით შემცირდა. ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა 5,000-მდე პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც ნარკო რეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით 973 ადამიანი იყო ჩართული. გარდა ამისა, პირველ ნახევარში ქვეყანიდან უცხოეთის 2000-ზე მეტი მოქალაქე გააძევეს, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. სტატისტიკის მიხედვით 55%-ზე მეტით გაიზარდა გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობაც. რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს. პირობები განათლების მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა. გივი მიქანაძემ დეზინფორმაციული უწოდა ინფორმაციას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება. მინისტრმა განმარტა, რომ მათთვის მოთხოვნა მხოლოდ საკმარისი კრედიტების მოპოვებაა. სტუდენტებს მოეთხოვება საგანში მინიმალური 51%-იანი ბარიერის გადალახვა ქულების მიუხედავად. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მოდელი სწავლის შედეგებზეა დაფუძნებული. მინისტრის განცხადებით, მობილობის შემთხვევაში სტუდენტს დაფინანსება გადაჰყვება, თუმცა კერძო უნივერსიტეტში გადასვლისას სახელმწიფო გრანტი გაუქმდება. გასული 2 დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და კონკრეტული ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას. ამ მოდელის თანახმად პირველი 2 სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. ანუ სტუდენტს და მის ოჯახს არ უწევს არაფრის გადახდა სწავლაში, მაგრამ პირველი 2 სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. და შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ კი სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის წილობრივ დაფინანსებაში, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს. ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრებადობა იმისთვის, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს.
საზოგადოების ხელოვნურად დაყოფისკენ რადიკალიზაციისა და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შევიწროებისკენ მიმართული განცხადება. ასე ფასდება მმართველ გუნდში ელენე ხოშტარიას ციხიდან გაკეთებული მოწოდება, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ სოციალური იზოლაციის კამპანიის დაწყებისკენ არის მიმართული. დროას ლიდერმა ტv პირველისთვის ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების გამართვასა და ამ პროცესში გარე ძალების მხარდაჭერის მიღების აუცილებლობაზე. შემოვიდა კოცი ჩემთან რესტორანში, ვეუბნები რომ იცი რა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ფინკალს ვერ შეჭამ. ჩვენი სოციალური მათ შორის ზეწოლის, სოციალური იზოლაციის, აზრის და ლეიბის გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ მორჭა არ იქნება სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ ფონზე, როდესაც დეგრადირებულია პოლიცია, დემორალიზებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი. ამის პარალელურად ჩვენ უნდა ჩვენ პარტნიორებს უთხრათ, იცით რა მეგობრებო, ვიცით რა უნდა გაკეთდეთ, ჩვენ იქნება კონცენტრირებული ზეწოლა აქ 300,000 ადამიანი, პარალელურად იქიდან ყველას ეცოდინება რომ აი ამ კულმინაციამდე მივდივართ. სურათი არის უცვლელი, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე დაფუძნებით, ექსტრემიზმზე დაფუძნებით, იგივე პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენ შიდა საქმეებში, ასევე გარეძალების მაგალითი შეგვიძლია ძალიან მარტივად მოვიყვანოთ მაკეინის ინსტიტუტი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიდლაინი გადაცა ოპოზიციას, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი და რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით და სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ დავუპირდით ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს ექსტრემიზმი, ფაშიზმი, რადიკალიზმი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდება. თუ ვინმეა დემორალიზებული დღეს არიან რადიკალები. მათ ყველა იმედი გაუცურდათ, გაწმილებულები არიან და არიან გაკოტრებულები, იმიტომ რომ რამდენჯერაც სადეს რევოლუციური სცენარის განვითარება, იმდენჯერ ჩაფლავდნენ ქართულმა ხალხმა მათ უთხრა საბოლოოდ უარი. რაც შეეხება ქალბატონის ციხიდან მოწოდებებს, ეს არის ნამდვილი სახე ამ ადამიანების, მარტო მუქარა, ის ემუქრებიან, საკუთარ ხალხს ემუქრებიან, საკუთარ საზოგადოებას ემუქრებიან. ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და ეს პიროტექნიკით აღმართული დადიოდა ესე ამაყად რუსთაველი და გადაწვით ემუქრებოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 11 წლის იუბილეს აღნიშნავს საზეიმო ღონისძიებაზე უწყების თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სუსის განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ არაერთი საფრთხე აიცილა. მაღალი პროფესიონალიზმისთვის გამორჩეული გუნდის დამსახურებაზე ისაუბრა უწყების ხელმძღვანელმა გეკა გელაძის განცხადებით, სწორი პოლიტიკისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგად ბოლო წლებში შიდა და გარე დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. სუსის ხელმძღვანელმა თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს დაღუპულ ოფიცერთა ხსოვნას. ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურ ძალისხმევას ეფუძნება. დღეს სოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების დელობები გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა წარმატებით აღიკვეთა. თუმცა საფრთხეები არ გამქრალა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის გასრულს დესტრუქციულ ქმედებებზე ყისერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს. ჩვენ მომავალშიც
შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა იდგეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და ყოველდღიური დაუღალავი შრომით ემსახურებოდა იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ქვია. სოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, კორუფცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემოადგენლობას ამ და სხვა მრავალი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში უწევს. ხელისუფლების სწორი, პრაგმატული პოლიტიკისა და უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა და დღეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და უსაფრთხოება. თუმცა კვლავ რჩება არაერთი საფრთხე, რამაც შესაძლოა დააზიანოს ეროვნული ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დროულად უზრუნველყოთ არსებული საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აკვეთა. ის რომ დღეს საქართველოს ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და უსაფრთხოებას, უპირველესად თქვენი ყოველდღიური თავდადებული შრომის, პატიოსანი მსახურებისა და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. თანამედროვე მსოფლიოში არსებული კომპლექსური გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი მრავალფეროვანი გამოწვევების ფონზე უსაფრთხოების განცდა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს ეროვნული უსაფრთხოების არეალი გაცილებით ფართოა, ვიდრე ოდესმე. ის მოიცავს ბრძოლას ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა. ამ პროცესების მართვასა და პრევენციაში თქვენი როლი ფასდაუდებელია. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული და ეფექტური საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა როგორც კონსტიტუციური წესრიგისა და შიდა სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე იმ ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიღწევა, რითაც დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობდა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების არაერთი ფარული თუ ღია მცდელობა. თქვენმა მაღალმა პროფესიონალიზმმა, ოპერატიულმა მოქმედებებმა და სახელმწიფოებრივმა პასუხისმგებლობამ შესაძლებელი გახადა ამ საფრთხეების დროული აღმოფხრა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი საზოგადოების დობა სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი. დღეს უსაფრთხოების გარემო გაცილებით უფრო რთული და მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფოებს ერთდროულად უწევთ გამკლავება ტერორიზმთან, ჯაშუშობასთან, კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციასთან, ეკონომიკურ ზეწოლასთან და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, საზოგადოებრივი ერთიანობის დარღვევა და ქვეყნის სუვერენული განვითარების შეფერხება. საქართველოსთვის ამ გამოწვევებს განსაკუთრებულ სიმძაფრეს ძენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული არასტაბილური უსაფრთხოების გარემო და სხვადასხვა სახის გარე ზეწოლის მუდმივი რისკი. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ უკვე გამოვლენილ საფრთხეებზე რეაგირებას არ ნიშნავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირებას, პრევენციას და მათი განვითარების აღკვეთას მანამდე, ვიდრე ისინი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების რეალურ ზიანს მიაყენებენ. ამ პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ეს ყოველდღიური, პროფესიონალური, ხშირად შეუმჩნეველი შრომა ქმნის უსაფრთხოების იმ მყარ-საფუძველს, რომელზეც დგას ქვეყნის მშვიდობა, მოქალაქეთა დაცულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება. საინვესტიციო ბანკმა Galten Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7-დან 7.5%-მდე გაუმჯობესა. ორგანიზაციის განახლებული ანგარიშის მიხედვით ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 8.6%-ით გაიზარდა. პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება სავალუტო ბაზარზე. წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებით 2.4%-ით გამყარდა. რასაც ხელი უცხოური ვალუტის შემოდინებამ და დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებამ შეუწყო. ამასთან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდული
$7.1 მილიარდი მიაღწია, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა და სავარაუდოდ მკაცრ კურსს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს. რა თემებზე სასაუბროთ შეკრიბა სააკაშვილის ფავორიტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მხარდამჭერები ქალები რესტორან ნინიას ბაღში ნაცმოძრაობის სავარაუდო თავმჯდომარეობის კანდიდატი მედიის კითხვებს არ პასუხობს. ჟორჟოლიანმა ასევე მოუწოდა შეხვედრაზე მისულ მხარდამჭერებს ჩვენს მედია საშუალებასთან კომენტარი არ გააკეთონ. თქვენთან არ თანამშრომლობ, მობრძანდი. არ თანამშრომლობ. არ გთვლით კოლეგებად. არ პასუხობთ არაფერზე. გეუბნებით რომ თქვენ არ ახართ ჩემი სტუმრები დღეს და თუ შეიძლება რომ დატოვოთ ეს ტერიტორია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციას და აცხადებს, რომ გემით არიანივი მისი მფლობელი და ოპერატორი არც ერთ საერთაშორისო სანქციათა სიაში არ ფიგურირებენ. უწყების განმარტებით გემს გააჩნია ყველა საჭირო სერტიფიკატი და დაზღვევა, ხოლო მისი შემოწმება საქართველოში შემოსვლამდე საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელდა. აღნიშნულ საკითხზე კი ფორმულას ჟურნალის სრული და ამომწურავი ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა მიწოდებული. ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი უკვე შევიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ სამუშაოებს შეუდგება. პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდეგი ეტაპზე კი 1380 მეტრიანი ტაღმტეხი აშენდება. სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. აქვე უნდა ითქვას, რომ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს ჩვენ შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ამ აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტ უნარიანობას. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო გადავიდა პორტის განვითარების ახალ მოდელზე. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო ფლობს და ქმნის ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი ავითარებს სატერმინალო ობიექტებს. დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ნავსადგურში ჩვენ მივიღეთ პირველი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომელიც პირველ რიგში ეგრეთ წოდებული ტაღმჭრელის ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე კვირაში მას შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ეგრეთ წოდებული შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნული პირველ რიგში განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას და ამ თვალსაზრისით ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება პირველ რიგში მოემსახურება შუადერეფანში მოძრავი ტვირთნაკადების გაზრდის მიზანს. ონის კულტურის სახლში ახმეტელის თეატრის დამსახურებული მსახიობისა და ონის საპატიო მოქალაქის თამაზ ჯაფარიძის 70 წლის იუბილეისადმი მიზღვნილი საღამო გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც ხელოვანის მრავალწლიან შემოქმედებასა და ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილ წვლილს მიეძღვნა, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაფასება, ვინც ჩვენ ქვეყანას, ჩვენს რაიონს, ჩვენს რეგიონს შემატა უფრო მეტი სიძლიერე და ნიჭიერება. თეა ჯაფარიძე არის ჩემი ქვეყნის წარსულში მოგზაურობა, დღევანდელში და მომავალში მოგზაურობა. ასეთი კაცები საქართველოს სიმდიდრეა და ქვეყნის სიმაგრე. მე თეა ჯაფარიძე ვარ უბედნიერესი კაცი. რო ღმერთმა მომანიჭა ის საოცარი პრივილეგია, რომ დაუბადებულიყავი აქ. აი ამ ულამაზეს კუთხეში საქართველოისა, აი ამ ადამიანებს შორის ამ უწყბილეს, ნიჭიერეს, აი ამ სცენაზე მეთამაშა პირველი როლი, პირველი ნაბიჯები, აი ამ კულისიდან ამეკეთებია ჩემი დღევანდელი აი ესეთი
საოცარი ბედნიერების დღე შედგა აი აქ. გურია გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარედ გემო ფესტი გაიხსნა. დღეს და ხვალ 17 საათიდან სტუმრებს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი გურული კერძები. ფესტივალში 16 ადგილობრივი სუბიექტი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები მონაწილეობენ. მოწყობილია კვების, ღვინის, ჩაის, ასევე საბავშვო სივრცეები. პროექტის მიზანი რეგიონული სამზარეულოს პოპულარიზაცია და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. გურია უკვე მეორედ მასპინძლობს გემოფეს ფლექსი არენასა და მუსიკოსების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 16 მასპინძელი იქნება წელს სტუმრებისთვის. ძალიან გადიდდა და გამრავალფეროვდა. გარდა კვების ობიექტებისა ჩვენ ყავს მეწარმეები, ყავს მეჩაიეები, ყავს მეღვინეები, ფერმერები. ძალიან მრავალფეროვანია წელს გურული გემო და ვფიქრობთ, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის ძალიან საინტერესო ახლებური ახალი გემოებით განსხვავებული იქნება გემოფესტი. გურიის გემოფესტი უფრო იზრდება და უფრო გრანდიოზული ხდება. მე ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეულიც, იმიტომ რომ არსებულ გურიის არსებულ კერძებთან ერთად კიდე ჩვენი მონაწილეობით გურული კერძებისგან აღებული იდეებით შექმნილი ახალი კერძები დაგხვდებათ. ასეთ იყო ახალი ამბები 16 საათზე დღის მთავარ სიახლეებს უფრო ვცლად მთავარ გამოშვებაში 7 საათზე შევაჯამებთ დროებით.